გამარჯობა ყველას მოგესალმებით. დღეს ამ ბევრი ისტორია ავტვირთე სკოლასთან დაკავშირებით და რაღაც ღონისძიებაზე ვიყავით ბაუკეთ სკოლაში 26 მაისთან დაკავშირებით რაღაცა ღონისძიება გაიმართა და ჩემი შვილები სწავლობენ. თუმცა 26 მაისი უფრო მასშტაბური იყო, ხოლო დღეს 28 მაისს დაემთხვა ისტორიის მასწავლებლების ასე ვთქვათ წარმოდგენები და ისტორიის მასწავლებლებს დაევალათ, რომ მათ მოსწავლეებს რაღაც საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით თავიანთი ნომრები მოემზადებინათ, ზოგმა იცეკვა ისტორიიდან მნიშვნელოვანი მონაკვეთები წაიკითხეს, გაიხსენეს საქართველოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობას. თავისთავად ძალიან სასიამოვნო არის ყველას ვისაც გავლილი გვაქვს არასოდეს არ დაგავიწყდება როგორ გიცემს გული სკოლის ღონისძიების დაწყებამდე და როგორი და ამ ღონისძიებაზე გამახსენდა თუ როგორი დიდი წვლილის შეტანა შეუძლია სამშობლოს სიყვარულის ჩამოყალიბებაში მოსწავლეში სკოლას და რა თქმა უნდა ოჯახთან ერთად მეგობრებთან ბებიების ზღაპრებიდან თუ მნიშვნელოვანი წიგნებიდან მაგას ეს კიდე სხვა საკითხია, მაგრამ სკოლა რომელიც ახლა ფუნდამენტალურად ინფორმაციას აწვდის, ახლა როდესაც ყალიბდებიან მოზარდები თუ თინეიჯერობის ასაკში უდიდესი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლებს, კარგ მასწავლებლებს, მათთვის მოსწავლეებზე ძალიან კარგი გავლენა აქვს და მეც მახსოვს ჩემი მასწავლებლები, ვინც სწორედ ამ სწორფასეულობების ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი შეიტანა პირადად ჩემს ცხოვრებაში და კიდევ ერთხელ გამახსენდა. ვინც ამას აკეთებს, სწორი აქცენტებით ასწავლით ჩვენ შვილებს, ჩვენი ქვეყნის შეცდომებსაც და გამარჯვებებსაც, მადლობა ძალიან.